მოგესალმებით დღეს ორშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ გოგა TV-ს ეთერში დაიწყო ყველაზე გემრიელი გადაცემა განსხვავებული გემო. ჩვენი გადამღები ჯგუფი კვლავ იმყოფება ქალაქ ქუთაისში და დღეს მოვედით გუგუნავას 18 ნომერში, სადაც მდებარეობს რესტორანი კოლხა. გამოვყევით, ერთად აღმოვაჩინოთ განსხვავებული გემო. გადმოვინაცვლეთ რესტორან კოლხას სამზარეულოში და ჩემს გვერდით იმყოფება შემზარეული ჯიმი. როგორ განწყობაზე ხარ ჯიმი? განწყობაზე ვარ, ძალიან კარგ განწყობაზე. და რა შემოგთავაზებთ დღეს? დღეს შემოგთავაზებთ ქათამის სოიო სოუსში ბოსტნეულთან ერთად. და რა არის საჭირო ამისთვის, რომ მომზადეს ქათამი სოიო სოუსით და ბოსტნეულით? წითელი ბულგარული, მწვანე ბულგარული, ხახვი, სოიო სოუსი და ბალზამიკო. და სავარია იქნება განსხვავებული გემო, ხო გპირდები ამას? განსხვავებული გემო. კი. ორი ოდესიტყვა მითხარი ინგრედიენტებზე, ვიცი რომ ძალიან ნატურალური პროდუქტით მზადდება. ნამდვილად ჩვენი ფერმის არის ყველაფერი, წიწილიც, ბოსტნეულების და ყველაფერი ფერმიდან მოგვაქვს და ფერმა გვამარაგებს ამ ყველაფერს. ჩვენი საფირმო კერძი ქათამი სოიო სოუსში და ბოსტნეულით, ესე იგი ძალიან ლამაზად გამოიყურება, ძალიან მინდა რომ მალე დავაგემოვნო, ამ ყველაფერს დავაგემოვნო უკვე ჩვენ სტუმართან ერთად. დავხვდები სტუმარს, აუცილებლად უნდა დავათვალიერო რესტორანი კოლხა და გავიცნო მენეჯერი. გამომყევით. გვერდით იმყოფება რესტორან კოლხას მენეჯერი ქრისტინე. ქრისტინე, როგორ ხარ? კარგად, შე როგორ ხარ? მე ძალიან კარგად, ძალიან მომწონს თქვენი ინტერიერი და გადავწყვიტე რომ დავათვალიერო და დამეხმარე ამ ყველაფერში. შემოვნებით. გადავინაცვლოთ პირველ დარბაზში. ეს არის ჩვენი მთავარი დარბაზი, სადაც ტარდება ქორწილები, ბანკეტები და კორპორატიული საღამოებიც. ეს არის ჩვენი არგონავტების დარბაზი. რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურება. ზემოთ გვაქვს VIP ოთახი, სადაც არის აიეტის ტახტი. ქრისტინე, როგორც ვიცი, რესტორანი კოლხა სთავაზობს თავის მომხმარებელს მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებს და როგორც ვიცი, გაქვთ თქვენი ფერმა და მე ძალიან მინდა რომ დავათვალიერო. აუცილებლად. მაშინ წავიდეთ. ჩვენ გადმოვინაცვლეთ ფერმაში, სადაც გვაქვს ჩვენი ნატურალური პროდუქტი, რის ხარჯზეც ვინარჩუნოთ დაბალ ფასებს. ძალიან დიდი მადლობა, რომ უკვე მეორედ ხარ ჩემი გადაცემის სტუმარი. წინა გადაცემაში იყავით მასპინძელი, მახსოვს ძალიან ცლად ვისაუბრეთ კულინარიაზე. მითხარით, როგორ განწყობაზე ხარ? წყინვალი განწყობაზე ვარ. განწყობა საერთოდ ადამიანს თვითონ უნდა შეიქმნას და ყოველ დილა უნდა კონდეს კარგი განწყობით უნდა ადგეს. და კი, კარგ განწყობაზე ვარ. წინა გადაცემაში ნახეთ, ვიხილეთ თუ როგორი მზარეული ხართ. კომპლიმენტები ჩემგან, არაჩვეულებრივი კერძი მოგვიმზადეთ. დღეს უკვე რესტორანი კოლხა არის, დღეს ჩვენი მასპინძელი. დავაგემოვნებთ ძალიან მაგარ, გემრიელ დარწმუნებული ვარ საფირმო კერძს. იქამდე რამოდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან. ბატონო გოგი, ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული ხართ სოციალურ ქსელში. და როგორია ეს პოპულარობის განცდა, როცა მთელი საქართველო გწნობთ? არა, ცუდია თქვა ვერ იტყვი, ნამდვილად, ახლა ყურადღებას როდესაც იჩენეს შენს მიმართ, ეს ცუდი არაა, როდესაც ყველა გესალმება, გიღიმის, ხელს გართმევს, გეფერება, ნუ ახლა რატო უნდა იყოს ცუდი, მაგრამ ხანდახან შემსგუდავიცა რა, უკვე
ხანდახან არის მომენტები, როდესაც არ გინდა შენ თუ ზიჟე სუპრასთან თქვა რესტორანში და იყო შენ წრეში და ნუ აღარ ზედმეტი ყურადღება გაუტალიე, გადმოდი, გადადი, კარგი ისე პოპულარობა რო თქვა, ცუდიაო, მაშინ რას გახდა პოპულარობა მეტყვია, ხო? სპეციალურად თქვენთვის მოვამზადეთ არაჩვეულებრივი საფირმო კერძი ქათამი, სოიოს სოუსში და ბოსტნეულით. ძალიან გვაინტერესებს თქვენი შეფასება, თქვენი აზრი, მოდი დავაგემოვნოთ და მე ობიექტურად გითხარით მოგეწოდებათ თუ არა. მე ამ რესტორნის შირი სტუმარი ვარ, ახლა ყოველდღიური არა, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ვიცი რესტორანი კოლხა და ქუთაისელი ვარ და მიწევს მოსვლა. სულ კმაყოფილი ვიყავი, ახლა ნუ ეს რაღაცა ახალი ბლუდა, ახლა ჩვენ როცა მოვდივართ, საკეთებოდ ამნაირ პინგეს არ ვუკვეთებ. ეს უბრალოდ ასეა. კაფორმები ვსხი, ამ წუთას გავსინჯავ, დავაგემუნებ. ბატონო გოგი, როგორ შეაფასებთ კერძს? კერძი არის ძალიან მწყინვალე, გამოყენებულია მრავალი ინგრედიენტი და მრავალი სხვადასხვა ისენი, თქვა ბულგარულია, პიმპილა, წითელი, მწვანე, რა ვიცი, ყველაფერია რა თითქმის გამოყენებული, რაც დავისებულ გემოს და ჰაეროვნებას და სხვადასხვა იმას აძლევს. შესრულებაც წყინვალია, გაფორმება წყინვალია, ქათამიც, წიწილაც არის სოფლის, ასე უძახით ჩვენ, სოფლისაა და ძალიან გემრიელი ხორცი აქვს და კარგი შემწვარია. წყინვალე კერძი არის ნამდვილად რა. მოუწოდებ ქუთაისლებს რომ მომბრძანდნენ და გასინჯონ. უნდა დავლოცოთ, ახლა ეს დაწესებულებაა, რომელიც გვასპინძლობს. რა ვიცი, უსულო წარმატებები და ამათი წარმატება არის ქუთაისის წარმატება. ესე ქუთაისში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა იყოს შეძლებული რომ რესტორანში იაროს. რა ვიცი, დავლოცავ ქუთაისს, აქედან გამომდინარე. წარმატება, ამათი არის ქუთაისის წარმატება, ქუთაისლების წარმატება, რათა მეტი საშუალება გქონდეთ. სტუმრის დაპატიჟების, რომელიც ტრადიციად გვაქვს და ვიცოდით ქუთაისლებმა და ვიცით, წარმატებები უსურვოთ. ჩვენ ვიპოვეთ განსხვავებული გემო ქალაქ ქუთაისში, გუგუნავის 18 ნომერში, სადაც მდებარეობს ძალიან მაგარი რესტორანი კოლხა და ძალიან დიდი მადლობა ამ რესტორანს ასეთ თბილი დახვედრისთვის. თუ გსურთ რომ სწორედ თქვენს რესტორანში ჩვენ აღმოვაჩინოთ განსხვავებული გემო, მაშინ აუცილებლად დაგვიკავშირდით ეკრანზე მითითებულ ნომერზე. მე კი იზღა დამჩენია რომ დაგემშვიდობოთ მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.